სადრაუჩინარ და მღვდელი ნიკოლოზ ტაბაღუა. Რუშინ სოციალურ ქსელში ბაჩო ახალაიას მეუღლემ სასულიერო პირის ვიდეო მიმართვა დაავრცელა. კადრები ახალაიას ადვოკატის მიერ არის გადაღებული. ავჭალის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელმსახური ყვება, რომ მას იძულებით მიაცემინეს ჩვენება დაკავებული ახალაიას წინააღმდეგ. ვიდეო მიმართვის გავრცელების შემდეგ მღვდელი ნიკოლოზი საპატრიარქოში დაიბარეს ახსნა განმარტებისთვის, თუმცა არ გამოცხადდა. რა კავშირი აქვს სასულიერო პირს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან? მღვდელი ნიკოლოზი ერისკაცობაში პოლიციის პოლკოვნიკი თემურ ტაბაღუა იყო და ის ავჭალის კოლონიის უფროსი გახლდა. სწორედ ამ ციხეში იხდიდნენ სასჯელს. სანდრო გირგულიანის მკვლელობისთვის გასამართლებულების საქმის მასალების მიხედვით მსჯავრდებულები ციხეში ყოფნისას პრივილეგიებით სარგებლობდნენ. ცნობილი ხდება, რომ პოლკოვნიკი ტაბაღუა ახალაიებთან დაახლოებული პირი იყო. მან მღვდლის წოდება ერთი თვის წინ მიიღო. მონასტრის წინამძღვარი მეცხრეარს ექსკლუზიური ინტერვიუს აძლევს. მაშინ სადრაუჩინარ და პოლკოვნიკი ტაბაღუა, ნახეთ ირაკლი მამალაძის რეპორტაჟი. მე ვარ მღვდელი ნიკოლოზ თემურ ტაბაღუა, რომლის მსახურობ დღესდღეობით ავჭალის წმინდა გიორგის მონასტერში. ამ სკანდალური ვიდეო მიმართვის შემდეგ მამა ნიკოლოზ ტაბაღუა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღარ გამოჩენილა. ეკლესიის მრევლისთვის მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. ტაძრის წინამძღვარი კი ამბობს, რომ მამა ნიკოლოზი დღეს საპატრიარქოში ახსნა განმარტებისთვის დაიბარეს, თუმცა მოძღვარი არც იქ გამოცხადდა. მამა ნიკოლოზის ვიდეო მიმართვა გუშინ გვიან საღამოს გავრცელდა. მოძღვარი აცხადებდა, რომ 13 აგვისტოს თბილისის პროკურატურაში დაკითხვისას ზეწოლის გამო იძულებული გახდა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება მიეცა. მუქარეკითხა რომ თუ არ მოხერხდებოდა ისეთი ფაქტების დადასტურება, რაც მას აწყობდათ, მოხდებოდა ჩვენი თანამშრომლობის ციხის, ყოფილი თანამშრომლობის ციხის 7 კაცის დაპატიმრება, მათ შორის ჩემის და დააკავებდნენ ყველას ერთად. ანუ თუ თქვენ ჩვენებას არ მიცემთ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაგემუქნან დაკავებით? დიახ. კადრებს გავცემდა. ესა თავდაცვის ინსტინქტია, თვითონ მოძრაობდა. მღვდელმსახურის სკანდალურ ვიდეო მიმართვაზე მეცხრეართან იმ ეკლესიის წინამძღვარმა გააკეთა კომენტარი, სადაც მამა ნიკოლოზი მსახურობს. მამა ანდრია ამბობს, რომ 13 აგვისტოს პროკურატურიდან დაბრუნებულ მამა ნიკოლოზს ზეწოლის შესახებ არაფერი უთქვამს. ეკლესიის წინამძღვარს აკვირვებს ის გარემოებაც, რომ მამა ნიკოლოზი დაკითხვაზე ადვოკატის და საპატრიარქოს წარმომადგენლის გარეშე მივიდა. თუნდაც გაირთულა საქმე, ყველა მხრიდან გაირთულა. ჩვენი მხრიდან ხო გაირთულა და ისედაც გაურთულდა საქმე, თუმცა არ გართულდებოდა არანაირად. ის იყო გაფრთხილებული, რომ დაკითხვაზე მარტო არ წასულიყო. რა თქმა უნდა, აუცილებლად იყო და მარტო მივიდა. ან არც ადვოკატი მიუყვანია, 아რავინ არ მიუყვანია და ადგა და მარტო წავიდა. ყველა დაკითხვაზე ადამიანი ხა ადვოკატით ხო არ ივლის და მღვდელმსახურ ნიკოლოზ ტაბაღუას ვიდეო განცხადება ბაჩო ახალაიას ადვოკატებმა 14 აგვისტოს ჩაწერეს. მოგვიანებით კი მედია საშუალებებით გაავრცელეს. მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, რომ მოძღვარმა ადვოკატურას თავად მიმართა. მის მონათხრობში კი იურისტებს ეჭვი არ შეუტანიათ. ფსიქოლოგიურ ზეწოლას და მუქარებს ახორციელებდნენ მასზე და ეუნეოდნენ, რომ დაიდასტურებინა თითქოს და ბაჩო ახალაიას დავალებით 4 პატიმარი პრივილეგირებულით იმყოფებოდა ციხე. დღესვე განმარტებას თბილისის პროკურორი აკეთებს. მაია მწარეშვილი აცხადებს, რომ ფაქტზე სამსახურეობრივ მოკვლევას მთავარი პროკურატურის გენინსპექცია დაიწყებს. ეს არის ვიდეო ჩანაწერი, სადაც თქვა ტაბაღუამ გააკეთა ასეთი განცხადება. მას შემდეგ რაც პროკურატურა შეისწავლის ამ ფაქტებს, შემდეგ გააკეთებს განცხადებას. 13 აგვისტოს ნიკოლოზ ტაბაღუა სანდრო გირგულიანის მკვლელობის გახმაურებულ საქმეზე იკითხებოდა. პროკურატურის ინფორმაციით, მამა ნიკოლოზი, რომელიც მღვდლად ერთი თვის წინ ეკურთხა, მღვდელმსახურებამდე ავჭალის კოლონიის დირექტორად მუშაობდა. სწორედ მისი დირექტორობის პერიოდში იხდიდნენ სასჯელს გირგულიანის მკვლელობაში მსჯავრდებული პოლიციის მაღალჩინოსნები. წარსულში ციხის ყოფილ დირექტორს და ახლა უკვე მამა ნიკოლოზს გამომძიებლებისთვის უნდა განემარტა, თუ რა პრივილეგიებით სარგებლობდნენ გირგულიანის მკვლელობაზე გასამართლებულები და ვისგან იღებდა ის დავალებას, მაშინ როდესაც პრივილეგირებული პატიმრები ციხის ტერიტორიიდან გადიოდნენ და უკან უპრობლემოდ ბრუნდებოდნენ. მაშინ ეს ფაქტი სახალხო დამცველის ანგარიშშიც მოხვდა. მაშინ არც ერთ ესეთ ჩვენს განმარტებას, ჩვენს არც ერთ ესეთ საჩივარს, არც ერთ მიმართვას პროკურატურისადმი რეაგირება არ მოხდებოდა და ალბათ ესეც მრავალ სხვა წამების საქმისთან ერთად, რაც მაშინ ჩვეულებრივი ამბავი იყო, გადააგდეს ნაგავში. ამ ფაქტებთან დაკავშირებით ავჭალის კოლონიის ყოფილ დირექტორს არც საერო და არც საეკლესიო ცხოვრებაში განმარტებები არ გაუკეთებია. რაც შეეხება ვიდეო მიმართვას, რომელიც საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე გავრცელდა, ის მღვდელმსახურის თვითნებურ მოქმედებად უკვე შეფასდა და შესაძლოა მისი როგორც სასულიერო პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.